ამიტომ აი ეს მენაძილი ასევე რა თქმა უნდა სხვა გზნობებს თვალთან ხედავს და ასე. აი ამიტომ ნეტარი არის ის კაცი და ეს ადამიანი რომელიც ისმინოს სიტყვა და დაიმართოს, დაიჯეროს, გაიგონოს და ეცადოს რომ განახორციელოს ეს სიტყვა ღვთის. თუ მარტო გავიგე და დავეთანხმ ღვთის სიტყვა არის და რო არ დავეთანხმ შეუძლებელია ზოგ მართლაც ღვთის სიტყვას დაეთანხმებ ადამიანი, მაგრამ თუ არ გააკეთა ეს წინანდ შემთხვევაში თუნდაც ყოველ ნომინალურ აპრიორულად ნომინალურად ხდება ქრისტიანი და არის ყოველდღიურად დათანხმებადი, მაგრამ არა შესრულებადი. შესრულებადი მაშინ არის და შენში მაშინ გაიფუჭილება ეს ოდნა, როდესაც შენ გაიხსნებ, რომ ზღვავილი უნდა გაიხსნეს ადამიანს. უნდა გაიფუჭილოს. როგორც ზღვავილი. კვერცხი ხوار შეიძლება სულ ოვულაციის პერიოდში იყოს. ერთხელაც მიუკაკუნებს იქიდან წიწილა და თუ არა დედა მიუკაკუნებს, მერტი მიუკაკუნებს, მამა, დედა, იგივე უფალი დედაცა, მამაცა, ყველაფერი. მიუკაკუნებს გარედან და თუ იხჩობა უკვე იმაში გაჭუში, ხო გამოიყოს იქ. ასე ვარ ჩვენც. ერთხელაც აგარიდან მოიკაკუნებენ, აი შიგნიდან უნდა გაამწვიოს. მომწიფდი ის ხوار შეიძლება მუდმივად ფუტლი არ შეიჭდეს ადამიანი და იქიდან კაკანებს. გამოვიდეს უნდა იქ. გაიხსნეს და გაფუჭნული გამოფრინდება, გამოვამდე. მათლი ვაკეთებს იმას კოკონს როიტყვიან, აი ეს აპს ხო ჭუქს ვაკეთებს. არც იცის რასაკეთებს შეიძლება, მაგრამ ინსტინქტურად აკეთებს, როგორ არის იცის. ზოგს გონია ჭკვა არა, იმათ და პეპერს ძალიან გაიჭკვა, რაც საჭიროა იმისაც რომ ყველაფერი ის. ყველაფერი ის ჩიტმა რაც საჭირო ჩიტის, ყველაფერი ის მათმა რაც საჭირო, ყველაფერი ის ვერტო ყველაფერი მიცი. ის ვაკეთებს იმას, იმით ვაკეთებს ცოტა ხანში მათი და პეპელა გამო ასე ადამიანიც. უნდა აცადო ღვთის სიტყვა შემოვიდეს, რომ მათი ადამიანი, მათი და ცოდვილი ხოხავი ადამიანისა გამოვიდეს ფრინავი ლამაზი არსება, ანგელოზის მსგავსი. მოაცალე ანგელოზს ღვთებიო და ადამიანი შეგრჩება ხელში. გაუკეთე ადამიანს ღვთებიო და ანგელოზად იქცევა. ხო, აი სიმბოლური ნათქვამი. მართლაც ადამიანი ანგელოზებად არის მოწოდებული, ანგელოზი. ადამიანი ცოდვილია, მოდის, სწავლობს, ხო, შრომობს, ლოცულობს, ლოცვაც ყველაზე დიდი შრომა. რისთვის ზუსტად ეს მათლისაგან ფრინავი რაღაც არსება წარმოიქმნეს. დააძლიოს ეს სოდვის მიზიდულობის კანონი. სოდვითი მიზიდულობის ბრმა კანონი. ხო, რომელსაც ყველას ეშინია. არა მარტო ჩვენ ქრისტემ მოგცემდილი მადლი ცოდვა ვერევით, ღვთის მადლით ვერევით, ჩვენი კი არა. არა ქრისტიანები საერთოდ იყოფებიან ფატალიზმში. აი კარმას უძახი. აი აღმოსავლურ რელიგიებში კარმას. ეს არის რა? სოდვის ბრმა, ფატალური, მითოლოგიური მიზიდულობის მიზეც შედეგობრივი კანონი, რომელიც რაც არ უნდა სულთვის ვარჯიშები აკეთო, რაც არ უნდა მედიტაციები აკეთო, რაც არ უნდა აი მასე ინტერვიუ მივეცი კიდევ ციკლზე და იმას. დაიცის. რაც არ უნდა ისინი აკეთოს, იოგა აკეთოს და კეთლებში ვიყავდეს, მაინც ვერ ხონდება. რატო? იმიტომ რომ იმ ცოდვის ფატალურ მიზეზურ შედეგობრივ კანონს, რომელიც როგორც დემოკრატიის მახვილი აწევს იმ ადამიანთა მოდგმას ქრისტეს გარეშე ყოფს დღესაც ზოგი ხო მოუნათლებელი. ვერაფრით ვერ ისყიდის თვითონ ადამიანს თავისი თვითმცხოვრება რომ შეეძლოს, მაშინ მერტი გაგადგინე. ცხონდი შერი დაიცავი წესები, კანონები და ცხონდები თვითონ. რა ცხონდები? მერტის მადლით ხდება, საცა მადლი არ არის, საცა ქრისტე არ არის, როგორ ცხონდება? ამიტომ ღვთის მადლით მოერევი აი ყველაფერს. რომ მოერიო ამ ცოდვის, ანუ გეკაჩება, ყველი გეკაჩება, ღამე, დღე, სულ მარტოხებში გიტყობს, რომ რაღაცა დაგახჩოს ამ ცოდვა. რომ მოიშოროს ცოდვა, ითი რა აი მადლი მოიხმარო, მოიძო დაუძახო ღმერთს. ღვთის მადლს მოუხმო. წირვაც ესა ღმერთის დაძახებაც. მთელი წირვა არის ღმერთო მოდი რომ მოგვაპატია, გარდამოდი ამ ძვლებზე. აკურთხეს მე ჩვენს ვაზი არის, არ ვიცი ეს ხალხი ამაზე საერთოდ მთელი ლოცვა ეს წირვა ეს გახსენება. ღმერთის მიერ გაგებულ ამ სვერბლის გახსენება, ჯვარცმის და მთელი სახარება არის წირვაში. აი ეს არის. აი ღმერთის მადლით ეს ხდება. ეს მარტო ის ხო არა და დაგმა ხო არა ეს ხდება, ეს არის დიდი საიდუმლო. საიდუმლო სხვა არის და უბრალო ქმედება სხვა არის. ამიტომ აი ესეთი რაღაცა. აი ეს მადლის გარეშე აფერი არ ხდება. ამიტომ ნეტარ არის კაცი მართლა გეორგის სახარების. რომაც ისმინა სიტყვა, გაიგონა, დაიმარხა, შეიცნო, დაღეჭა, შეჭამა, იმიტომ რომ არა მხოლოდ პური ცხონდება კლასი, არამედ სიტყვით ღვთისა და რომელი გამოვალს პირისა ღვთისა, ხო? ეს არის პური, სულიერი პური ეგა. იმ პურს ჩამ, ვინც ეზიარა, ის შეჭამა. სიტყვა ღვთის არის ზუსტად ეს ხოცი ის. ეს დიდი საფრთხმეთქოლოთები აღარ დაგვიჭირ ჩემს ავაჩვენებ. მაგრამ აი ესეთი სხვათა შორის დიდი თემაა და აი ხვალ დღეს პარასკევია, ჩემი გამოსვლა იქნება რადიოში, ვისაც სურვილი გაქვს და ზიარების შესახებ 2 და
2-დან 3-მდე მოისმინეთ. თუ ვერ მოისმენთ კაც სამსახურში ან სადაცაა, საღამოს 10-დან 11-მდე იქნება. და მოისმენთ ეს ზიარების შესახებ სპეციალურად ვამზადებთ როგორც ლექციას ეს და მეგიქნება ის ფილოსოფია ის დიაგნოზის მეგიქნება ფილოსოფია ის სამართლის სახელოს და მეგიქნება და მე პასუხობ და ესა იყო წინა გადაცემა და აღსარებაზე იყო მიროცხება და ამ შემდეგ. ხო, აი ესეთი იქნება კიდე ტელევიზიაში იქნება 7:30-ზე, არ ვიცი დღეს, არ ვიცი ყოლენ თუ რაღაცა პრობლემები აქვს საბადოების აქვს, რაღაცა არა შეიძლება გამოვთოთ თუ არ გამოვთოს, აი მეც არ ვიცი როდის იქნება, იქაც ამ თემებზე მიზანბარაკი, მაგრამ ვერ გეტყვით როდის დღესაა თუ არა, ну ვიცი ვიღაც მოძღვარი ხო იქნება, მაინც კა იმას რომ მე ვიქნები სულ იქნება 7:30-ზე ხო არის მოძღვარი ხო? 7:30-ზე და მე ვიქნები როდის ყველა ხორჩა იცედეს. აი ეს რადიოში მაინც ზიარებაზე მინდა მოусმინოთ, აი ეს რადიოში ყველა 2 და 3 ვინც ვერ მოუსმენს დღე ამე 10 და 11. ძალიან მე ვფიქრობ ეს აუცილებელი თემაა ზიარება ეს არის მთავარი თემა. ეხლა მინდა რომ შეგახსენოთ აქ არის 100,000 მოწამის ხატი, აი ძინებმა ხოლმე გამომეცხადებინა იმაში გურჯ მონასტერში. კვირას გადმოგზავნება ჩვენთან ეს ხატი და ყველა მოძღვარი დღეში ერთ პარაკლის გადაიხდეს და მე კვირას საღამოს უბრალოდ კვირას წირვაზე გამოაცხადებენ როგორ საათზე იქნება ეს პარაკლისები რომ აქ ჩვენს მოვილოცო 100,000 მოწამის ხატი არის ეს. ახალი დაწესებული ხატია. ასევე კვირას მინდა ეზიაროთ ეხლა. შაბათს მამა დავრატი წირავს, კვირას მამა პავლე წირავს. დილას დიწიროს და მე ვადარებ დილა ნაწილი ეზიაროს 8 საათს. ის უცებს აგერ ქართულ პროფესორს და პატარა შეშობილს არის შუდესავით მაგრამ ეს საკუთრება. ეს პატარა მაგრამ ხელი ძალა ეს ყველა მიცის ეს საკუთრება ხო? ეხლა 12 საათზე კიდე დაუждობად საიკითხავ ჩვენი მორჩილი. ერთ-ერთი მორჩილი წაიგდოს დაუждობად და მოისმინეთ შობილის ხატს. და მოლოდების სიხარს ეს საქართველოს ერთ-ერთი ხატი არის, ერთადერთი ვიტყოდი ხატი არის სასათურქოდი აქ, სასათურქოდი ხატი. ყველა დაუждობად მოისმენს, ვისაც დრო აქვს და საშუალება სული თხოვს, სული და აი თქო ამ ხატს. ეხლა ჯვარს მე გასულებ, წყალს გასულებ და ჯვარს ემთხვევ და აი ესე კვირას მინდა ეზიარო. ნაწილი ეზიარება დილისებას, ნაწილი ეზიარება მერე მოგვიანებით ხია 10-იანს, ხო? 8-ზე იწყება. დილისი 7-ზე არა 8-ზე. და 9-ზე 10 საათზე იწყება ის დილის მეორე წელი. საღამოს მოწვევი 3-ზე იწყება, იცოდე 4-ზე არ მოხდა 3-ზე, თუ 4-ზე მოხდა თუ არა უშვის მაგრამ. არ მოსვლას ჯობია, მაგრამ მაინც ჯობია 3-ზე მოვიდა. აი ესეთი ის არის. მინდა რომ ასევე კიდევ 12 საათზე შაბათს 12 საათი ხო გავიხსენოთ ეს. პარაკლისი მოვიდა მოიხსენიო. თუ ვინმეს რამე აწუხებს იმ შაბათ 12 საათზე მოვა ის ადგილი დააჩვენოს ლაფაზს გაუგეთებს ხო და მე მომდევნო ეს წაისვობს იქ იმ ზეთროას და შეიცვალ. ლოცავთ ეხლა აღარ დაგლით მინდა რომ შეგეძლოთ ზიარება, ყოფილიყო ზიარება თქვენთვის საკუთრებელს მისახორცსა და აი ესეთი დიდი მადლი თქვენ შორის ტრიალებდეს. ერთმანეთს იცნობდეთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, რაც ითქვით ვერ გამოვთქვი ის თქვენ იგრძნოთ, უნდა იგრძნოთ. წირვა მარტო კი არ უნდა მოისმენ, უნდა იგრძნოთ. ამიტომ რომ არის გამოცდილებითი პრაქტიკული ღვთისმეტყველებაცია, უნდა შეიგრძნო, განიცადო. თანაგანცდა არის. მაგრამ ის ჩვენი შეეცოდოს. მაგრამ შენდაშენწეთმით მისი და სრულად გამოხელი აღიქვაშენ მოიხსენეთ ყოველი სკოლტი შენი და ყოველ დასაწყენი შენი განახოცი
მოგეცი შენი ფარმა გრისაები შენისა და მოველით რაყვა შენი აღისუნე ვიხარებდე შენი მაცხოვარებისა შენითა და სახელითა უთისა შემსაითა შენი გამდიდნე აღისუნებენ თანა მოველით ხოვაი შენი აკბულისმაყა რამე თუაც ხონავ ფარმა შაბათის დღეს მოსვლა ისე უნდა რომ ყოველ დღესთან ეზიაროს გახსენებთ რომ 3 საათზე იქნება ლოცვა და დილას კიდე 8 საათზე წირა პატარა საკუთრეულში ქართულად და 10 საათზე იქნება დიდ საკუთრეულში ქართულ რუსულად როგორც ვაკეთებთ ხოლმე იმიტომ რომ სამწის დროზე გადავიდეთ მერე იქნება პატრიარქის კურთხევით ხვალ გადამოსვენებული ლურჯი მონასტრიდან წმინდა 100,000 მოწამის ხატი, რომელსაც პარაკლისებს უყალ გამოაცხადებენ მოძღვარებულ კვირას, წირვის მერე რომდის გადაუხდიან პარაკლისებს ამ ხატს. ეს ყველა ეკლესიები უნდა მოიაროსო და ერთ-ერთი ახლა ჩვენიც იქნება ხვალ. და კვირაში რამდენიმეები აქვს. ვიდა რომ ეს საერთოდ ვიდა რომ ისე და ისე რა თქმა უნდა ეს არის სცენება, წირვა იყო ახლა და იყო ხსენება დიმიტრი თესალონიკელის. დიდ მოწამე არის ეს და აი მართლაც როგორც სხვა დიდ მოწამეები როგორც წმინდა გიორგი როგორც სხვა დიდ მოწამეები ისინი ჩვენ შევეძება ღმერთს ეს აბსტრაქცია არა ეს რეალობა არის შევეძება ღმერთს ადამიანებისათვის ქრისტესთვის გავიდა და არაფრისთვის და არ არსებულისთვის არავინ თავს არ დაბობს ხო ღმერთი რო არსებობდა ღმერთი რო არის ჭეშმარიტი ქრისტე იმიტომ დადო ამ მოწამეებმა დააკეთეს ალბათ წავიდა არაფრისათვის რამე გააკეთეს თავს დადებს კი არა არაფერს არ გააკეთებს საერთოდ ადამიანებს ერთ მეტს ამდენიმე ნაბიჯს არ გადადგავს სიკვდილობა ხო აი არაფერისთვის და როგორ არის ახლა ამდენი მოწამე და ამდენი სიცხლი და ამდენი წამება აბა არაფრისთვის და თუ არ არის მერტი თუ არ არსებობს ზოგი მეკითხა თუ ქრისტე ღმერთი არის და თუ ღმერთი არის აბა რატო დავი მაშინ რა ამდენი წამება რატო გააკეთა და როგორ გადაიტანა ამდენი წამება ის იგივე ღმერთთან გადაატანა ისთვისაც დადო თავი ამიტომ აი ეს დიდი მოწამეები ისე და ისე მოწმობა იმის შესახებ რომ ჭეშმარიტი მესიის ღმერთის შესახებ ქრისტეს შესახებ აი ეს მოწმობა არის ის რომ ადამიანებმა ზღვა სისხლი დაღვარა ეკლესია იმისაც რომ დღეს ჩვენთვის მოეტანა ეს არწმუნოება ამიტომ ამას მომხილება უნდა და არა მარტო მომხილება ისე რომ უბრალოდ არამედ ეს უნდა თანაზიარიც გახდა არა უნდა მარტო მომხილო უბრალოდ არამედ უნდა ეს არწმუნოება შეისწავლო და მიიღო და შეისისხობცო ხო მინდა რომ ამიტომ აი ამ ზიარები შევისისხობცოთ ეცეს ის უნდა ხოთ ხო ეს სხვა რა თქმა უნდა ყველა საერთოდ აუცილებელია გარდა გლობისა და ქორწინების შეიძლება ადამიანს დელეგაციას ან არ იქორწინოს მაგრამ ცხოვრდეს ხო თავარი არის რომ ადამიანმა ძირითადად სხვა საერთოების ხუთი საერთო გაიაროს მაგრამ გლობა და ქორწინება არ არის სავალდებულო მაგრამ თუ გაივლის წარმატებით მიესალმება უფალ ხო გააკეთებს ამიტომ მინდა რომ აი ესე და ესე შენდობაზე გადაგებთ ხოლმე მაგრამ ხანდახან გვაკლია შენდობა გადაგებთ ხოლმე პატიებაზე და დავიწყება სუდის და ხანდახან დიდ თუ პატარას მაინც გვახსენდება ხოლმე რაღაც და მაინც წენა და მაინც როგორც არისო მატერიას რო ამოწმებენო ნაჭერს თუ გაგლინჯავს თუ გაწევს გამოწევს ხო რომ დაუშვათ გაიხევა თუ არა ესე არის ეს განსასწრებიც და ბრძოლებიც თუ არ ვარგა თუ არგა რო ივარგოს ისე შემოწმებენო ხო ასევე თუ გაიწმინდო გინდა მატერია უნდა დაფერთხო ხო აი რა კაი შედარება რომ დაფერთხავო მაშინ გაიყვება ეს არის გაიწმინდა თუ არ დაფერთხო თუ არ გაცილდება ასე ადამიანებს უნდა დაიფერთხოს ამ განსასწრებებს ხო იფერთხება აი ბრძოლების განსასწრებები და გაადისმერე ასევე რა თქმა უნდა ხილული თუ ხილავი გას რახვები ბრძოლები ყველა საერთოდ ხო უნდა აი ბიუტე უნდა თავი სიკვდილი გაიხსენო 20 ასაკებში უნდა ჩავარდო და გაიხსენო სიკვდილი უნდა თავი დაიბდაბლო რომ აი დროებით ვარსებობ რაღაცა და ღმერთო შევიდე იესოს მოწვა ამავე დროს უნდა შეიძულოს ზრახვები და ეს გახსენდება რომ აი მოროდისაგან არის და როცა შეიძულოს როცა ზევიდან შეხედვა ამ ზრახვებს ასე ვთქვათ რომ არ მიიკავ და არ უყარს ეს ზევიდან შეხედავება და მე რო გახსენდება ეს რაღაცა ზრახვებს საერთოდ აი ეს 1000 რაღაცა მოდის აი მithumetes ადამიანებს ერთი ბუნება გვაქვს ყველას
იმ ადამიანს ვიღაცას რო უჭირს, ვიღაცა რო ათეისტია, ვიღაცა რო ხმეწმობს, ვიღაცა რო ცუდად ცხოვრობს, არ ეკლესია, თქვენ გონია ჩვენზე არ მოქმედებს, ეს როგორ არა? ჩვენ ხო ერთი ბუნება გვაქვს ყველას. ღმერთსა, მამაძე და სულიწმინდა ერთი არსი და სამგვამოვანი, ღვთაებრივი ბუნებაა ეს. მაგრამ ის სამგვამოვანი, მაგრამ ჩვენ ჰიპოსტასები სხვადასხვა გვაქვს. ის ერთ არსია, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ჰიპოსტასები გვაქვს. პიროვნებები. მაგრამ ბუნება ჩვენ ერთი გვაქვს. ადამიანური ბუნება გვაქვს ჩვენ ყველას, მაგრამ ყველა სხვადასხვა პიროვნები აქვს, ხო სახელები გვია. მაგრამ მითომ არის რომ ჩვენ ყოველწლინა საერთოდ შექმნა ეს, რომ ჩვენ ერთი ბუნება გვქონდეს, მაგრამ სხვადასხვაები ვიყოთ. რომ ერთმანეთის ჯვარი ვიტვირთო და აღასრულოთ ჟური კრიზისი. მაგრამ აი ზოგადად ჩვენს ქვეყანაში რომ მოქმედებს ეს რაღაცა იქ ვიღაცას უჭირს იქ რაღაცა მოხდა იქ ომი იყო ეს იყო ეს იყო ეს განა არ მოქმედებს ჩვენ იმიტომ არის ბევრი ცუდად იყო ამის და იმის მე ცუდად იყო რატო იყო ეს აურა სულიერი ატმოსფერო ეს სულიერი ვიბრაციები მოქმედებს მაიკერა ვირუსი რო ვირუსია სადღაც თურმე ერთი ნაწილი ვირუსის მსგავსი შტამი რო იღუპება რაღაცა ემართება ის მეორე სადღაც რა ის გზნობს რაღაცა ის ვირუსი მეორე ის გზნობს იმის კატასტროფა მით უმეტეს ჩვენ ადამიანი ეს სხვა სულჭეს ამდენი გაჭირებული ამდენისა ჩვენს ამიტომ ძიმენაში ვქონდა რაც არ უნდა კარგად იყოს დამხენილი ადამიანი ეკონომიურად ეხლა მაინც ვერ იქნება კარგად იმიტომ რომ ზოგადი ბრძოლა და ზოგადი განსასწრები მაინც ექნება რადგანაც მაინც ზოგადად ძიმე მდგომარეობა სოფლიოში ჩვენთანაც და რა თქმა უნდა ეხლა ეს მარტო ჩვენთან კი არ არის ამიტომ უნდა მოვიტყვინოთ და გავაფრთხილოთ და ერთმანეთს პატრიარქს უნდა გავაფრთხილოთ ერთმანეთს და გავაფრთხილოთ სამღვდელოებას გავაფრთხილოთ რომ ზებრაზნებას მიმართების დონეშია წვალები ქერაგულ აკეთებენ თავის მსახურებას აღასრულებდნენ სიხარული და სიყვარული თორე თქვენთვის საკაი დაემორჩილეთ წინამძღვართა თქვენთან და ეშტით მათ ხო რომ ასრულებდნენ მსახურებას არა წვალები და ოხბითა და ვიშთ არამედ ასრულებდნენ ისე რომ თქვენ შეგერგოთ იმასაც შეერგოს და არც ის დაბყოლდეს და არც თქვენ დაბყოლდეს დელი რომ იმას დაბყოლდება და ვარგა ვერც იმას შეერგება ზიარება გაწვალდება და ის ადამიანებიც უნდა დაბყოლდეს კი მიიღებენ მათ მაგრამ რატო ავიქიოთ ავიქივართავ შევეცადოთ რომ ისედაც ძილე ცხოვრებას ნუ დავიძინოთ შევუნდოთ ვიძახი ვაპატიოთ ვიძახი მაგრამ ვიმეორებ სადაც ბრძოლა არის იქ მადლია სადაც არ არის ბრძოლა და განსაცდელი პირდაპირ ამბობს ევაგრე პონტოელი ამბობს სადაც არ არის ბრძოლები განსაცდელი ფიგური და უხილავი იქ ცხოვრება არ არის თუ ბრძოლა განსაცდელი არ აქვს ადამიანს ვერ ცხონდება პირდაპირ წელი აი ესეთი წინა მოაჩი ესე იგი ეს თანმდევი პროცესი აი ეს ბრძოლა განსაცდელი ეს რაღაცა ფიგური თუ უხილავი რაღაცა სასტური თუ განსაცდელი რაღაცა მაგრამ შენო ამისათვის ხარ ქრისტიანი რომ ისევ და ისევ როცა დაიჭრება ადამიანი აღწევს და განიბანოს ის შრილობა და გააგზავნოს გზა ხო აბანო იმისთვის რომ დაიბანოს ადამიანმა სულ ბინძური ხო არის ადამიანი ვისაც არ ჯერაო აბანისაცეო იყოს ბატონო ბინძურია დილოს მინომდინარეა შეგვარზე რომ გაატარებ აგერა შეხობჭიროთ მოგწადე შე წამოდე ვიბანავთ დავიბანოთ გარვიწმინოთ ახსარები ვისაც არ უნდა იყოს ბინძური რო შეაწუხებს ყილები და წილები შეესევა მე ხომ მიხდება რომ თურმე არის აბანოდა უნდა დაიბანოს როდესაც შეიძლება ადამიანი დეპრესიაში და როდემდე შეიძლება ადამიანი წარუმატებლობაში გზადაკეთებაში უწყლობაში დეპრესიაში და წუხარებაში ხო მერტი ყარსებს ხო აღავსო ციხაურთა ჩვენი გულებიო ამბობს წირვაში ხო ქიარდესება ჩვენი გული ესე იგი ხო შეიძლება მოწმული ადამიანი არ უნდა იყოს სასწაული ეხლა სხვა თემა მაგრამ არ უნდა იყოს სასწაული განიბანე ეს უდები გააგზავნე ისევ გზა ხო ვერთხელ დაგალევინა წყალი იგივე ღმერთი კიდე მოგცემს იმ წყალს იმპულს იმ საჭმელს იმპულს იქნება თუ რაც არის სასწაული არ იქნება არ დაკторებს ასე არის ამიტომ აი ეს დიდი რაღაცა არის როგორც არის ნათელი მხიარული არის ღმერთი ნათელი მხიარული ხო არის გალობარვა ნათელი მხიარული წინსა დიდებულისა უკდავისა მამისას ესეთას აი ძალიან კარგი გალობა ისავლე ზეპირად ნათელი მხიარული წინსა დიდებულისა წირვაში წერია კონდაქში წერება შეიძლება უგალოს გული აი გულში გალობი ეს არის ძალიან ძლიერი შინაგანი და გარეგანი გასასწორებელი ნათელი მხიარული აი წერია იმაში გალოს გული წუხზე და კიდევ მეორე აი გავალებთ ამას და ასევე მეორეს გავალებთ და გისვენ ჩვენ უფრო წუხს ამას უცოდოთ გაროცა უფრო ხაში უფრო ეს ზებირად და გისვენ ჩვენ უფრო წუხს ამას უცოდოთ გარდასვლად ხო და ასე შემდეგ ესევე შეგიძლია ძილის სიტყვა ძილის ამოცებს დააყოლო ძალიან ძლიერი ეს და დილას წუხის მაგერა და გისვენ ჩვენ უფრო ცისკარს ამას უცოდოთ გარდასვლად ჩვენ და
კუთხედ ხარში ხოლო კუთხედა საფეხია მე გძელდება სამოსი ლოცვა კაიად მე ზებირად ვერ ვისაუბრე ჯერ მინდა ვისაუბრე ერთად ვისაუბრე ესა და ნათელი მხიარული უფრო ვიცი რატომაც უფრო რთულია მაგრამ უფრო ვიცი ზებირად ვიდრე ეს მაგრამ ყოველ დღეში ძალიან კარგი ლოცვები ეს ორი ვიმეორებ ხოლმე მე ვიქო და საერთოდ საუბარ ძალიან ძლიერია ეს იესოს თუ საერთოდ მინდა ახლა ეს ვთქვი მაჩუკეს კიდე და ხო დიდი კი აქვს მაგრამ ვატარებ ჯერჯერობით და ჩერტო პილოტს შეიძინეთ ერთი ეს ფილმები და ყოველ შემთხვევაში რაოდენობას ვარ აღნიშნული კავარია გული გაიხსნას ხო აი კიდე 600-მიანი სკილი და აი დიდი მოღვაწესავით იარო ვერ ილოცო შეიძლება აი ეს პატარა 10 12 50 კარგია ეს და ილოცო ძალიან ცოტა სკოლს ადრეს ვიცა ისშობლო ქალწულო უნდა ვილოცო საკმაოდ ცოტა შორის ისშობლო ქალწულო საკმაოდ დიდ დაკითვას იძლევა აი მე ვწოდე ხა იესოს ლოცულობ ვიდრე ისშობლო ქალწულო 50-ჯერ ძვლის ვიყო ისშობლო ქალწულო აი თვითონ კი არა იესოს ლოცვა უფრო ეთყობა შეჩეული ჩემ პირადი გამოცდილებას ვიძახო იესოს ლოცვა უფრო წავიდა სავის უფრო ის რაღაცა შეჩეული ვიყავი თუ რაღაცა ისშობლო ქალწულო ეს 50 ისენი რომ მადლი მოვიდა მაგრამ ამავე დროს დიდი დაკრიტვაც იყო თითქოს უფრო დამჭირდა უფრო მეტი რაღაცა წინააღმდეგობა სალფიქზე რაღაცა ძოლა უფრო აი რა არის ეს განძრელი ლოცვა ეს ვერა მიუდებო იესოს ლოცვა უფრო რაღაცა ნარნარად მიდის ხო უფრო ისეთია ჰაეროვანია და უფრო აი რაღაცა უფრო ისეთია გაშინაგანებული გვაქვს თვითონ კაცო ეს ფილოსოფია და ჩემთანაც ძველი ეში 150-ჯერ არ ვიცი 50 მაინც 100 მაინც 33-ჯერ მაგრამ თავარია თქვა გული ვერც ეს შეშობოთ ეს აი ეს მინდა ასევე კუთრის ლოცვები და მას პრივის ლოცვები თითქმის უკვე ზეპირად იცოდა და ეს უნდა ვიცო კუთრის ლოცვები ყოველ 7 დღეს კუთრის ლოცვები ეს და აუცილებლად და საუბარი ამ ერთი კანონი არის ნორმატივი საუბარი ცოტა ძელი კი არა რამდენჯერაც დავაპირე წაკითხვა მოჭრებთან ერთად იმენჯერ 9 საათი მინიმუმ მიდია კანონი ზოგიერთ პრომოკრატი იქნება ვიდრე საუბარი იმიტომ რომ ამ შეგვიძლია ესეც უნდა იცოდეთ რომ ეს არის არა ადამიანის მიერ 12 საუბარი არა და ანგელოზის მიერ არის მიცემული თორსტე ბახოფელის მიერ ანგელოზმა ესთან ჩამოტანილი ის ნორმატივი საუბარი ის ნათელი ღიარული ანგელოზის მიცემულია მე რომ ვიზახის რომანოს პირად გალობელი ვიზანტიელის გალობელი ის ანგელოზის ეს უამრავი ეს გალობელი ზეცაში რაც არის მოგვეცა აქ მიწაზე უნდა გამოვიყენო ამაზე მე ვიმშევდი გოგოებს აქ ჩვენს ეს ყველაფერი გასაგებია ჩემს ალგავრის პროცესში ჯანდოქრობის საწინააღმდეგო მორობისას ეს სამადობელოს შეიწყარე სადიდებელი ესე დღეში ესე იგი ძალიან ცოტა უნდა გაიტოვოთ ულოცვების დრო ასე უხეშად ვთქვა იქ ხელები დაიგანა სასახლის იესოს ლოცვა სერაფსამბოლი ამბობს შუაგრემეთიო ვერეთიო ფიშობლო აცვარ ფიშობლის მე გაცხოვნე ჩვენ გვარწდები ესე ამბობს აი ნახევარი ერთი თვე ნახევარი მეორე ჩამ მუშაობ ბაკეთებ რაღაცა ილოცებ რა უნდა კარგავ დროს ისაც ვეთქვა დიდი ხანი გვასწოს მაგრამ ყველას ვერ თავი დრომიცა ხო იმ დროშიც დრო გამოიყენე დროც ხოთის კნილებაა და იმიტომ მოხდა ხო დროც ხოთის კნილებაა რაც მეც ილოცებ მერტისთვის რაც მეც მოისმი უფრო მეც მოისმის ღმერთის შეთვის რაც მეც მოიცნი მე დროს მეც დაუწყო 10 მე დროს სიცოცხლეს მოგწევს რატო შენ რა ძალიან სიძაფი და ადრე მიდის საქმეთიდან 10 ძალიან შენ არ ჩვენ აფცალია და გადის ადამიანი და იქეძლევა ზოგჯერ ის რაც აქ უნდა მიიღოს აქცალია ყოფცალია მაშინ შენ არაფერი მეც არაფერი მარტო თუ გინდა და მიიღო როცა დავაუწყო ღმერთს ვერ დროს შეწირებ შენ დროს ღმერთს ის რა ღმერთს მოცემული არის შენ დროს ღმერთი გააგიასმაგებს 1-ო და 100-ო წერია სახარული 100 მაგარ მოცემს არ უნდა დაგიგებს ეკონომიკა არ უნდა გააკეთოს სიყვარულის ლოცვის ზიარების წიროთის დაახლების სიკეთის და ასე შემდეგ შეიძლება გაზი სინათლე რაღაცა ეკონომიკა გააკეთოს და ძვირია ხოლმე ამის ეკონომიკა არ უნდა კვადრატებს რაღაც უსასყიდოდ მიგიღებს უსასყიდოდ მიეცი დალოცული მიეცი რა არის ეს იქეთი გაი გაუცინა მიეცი აპატი ადვილია საფრთხე მაგრამ დასაკეთებდა როგორია მოწმენისთვის ადვილია მოწმენისთვის
ძნელი ძალიან. იმიტომ რომ უწმუნო ადამიანი საცოდავია. მორწმუნე ადამიანი გაგზა გახსნილია, გზა გახსნილია. მორწმუნე ადამიანი ძლიერია მაინც, იმუნიტეტი მეტია. კი შეიძლება მრავალი არის ჭირი მართავთან, მაგრამ უყვარლი არის მართავ. ხო, უწმუნო გაკნა, საერთოდ საცოდავია, მაგრამ თავის მტერია უწმუნო მე ვიტყვი. თავის მტერია. ის სოდვა მას არ მოუნანიებია და სხვა როგორ შეიყვარეს, თავი არ უყვარს, ცოდვები თავი გაიწამდა და გზა ჩაიკეტა. აღარ დაგიჭირდა სამ მოწონდეს უნდა დაიწყე მოვალი და ხოდი დაგლოსო. სულ დაიწყე შევახსენო და კიდე ცალ-ცალკე უნდა დავავალო. ამ ეკლესიაში ზეთ თითო ბოთლი ღვინო, ერთ წალი საკმაოდ ერთი ნახში და რასაც შეიძლება ხო რაღაცა მაინც მოიტანეთ ეკლესიის მოიტანა. იმიტომ კი არა ჩვენ შევწამოთ დავუწყო. მართა და კიდე გაგახსენებ ცალ-ცალკე მოვიწევ. იმიტომ რომ ეს ჩვენი ოჯახი, სულიერი ოჯახი, ითხოვს 1000 რაღაცას. ოჯახში არის საჭირო 1000 რაღაცა. ეკლესიაში მიგონდეს საჭირო წაიღეს საფრთხე. ეს მე მეჭირა. მარდიოს ფენიცა. კანონია ის. არის უცებ გახვალ ყველა. უცებ გახვალ. როცა მომძე. სამზე. რომელი? Gel dostlar, radyoda gidiyor. Bici. Ama kaygı dava fiksik. Kaygı dava. Jurnalist bu da. Bici, rahatlaş. Ne ara?